ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დაგლოცეთ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის და დაგლოცოთ, გაგაზრდოთ უფალმა ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. დიდი მადლობა. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის ეკლესიის სულიერი მისია. აი სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ სულთმოფენობის დღესასწაული ვიზეიმეთ. ვიცით რომ ეს არის დღე, როდესაც სულიწმინდის მადლი გადმოვიდა მოციქულებზე, ანუ ეს დღე ითვლება ეკლესიის დაფუძნების დღედ, ეკლესიის დაბადების დღედ. აი დავიწყოთ აქედან, რომ აი რა მისიით, რა მიზნით აფუძნებს უფალი ეკლესიას და რა არის არსი, ვთქვათ, ეკლესიის. დიახ, აი თქო უნდა უფალმა კარგად უწყის, რომ უნდა გაგრძელებულიყო და ქადაგებულიყო მის სარწმუნოება ყოველთა ქვეყანასაზე და უნდა დაფუძნებულიყო ეკლესიები სასულიეროდაც, რომ და წინასახეც იყვნენ პირველი მოციქულნები, შემდეგ მათ ხელდასხმით ეპისკოპოსნი, შემდეგ უკვე პრესვიტერნი, ანუ სამღვდელოება, დიაკვანი და მრევლი. და უფალმა სულთმოფენობის შემდეგ რომ დაარსა ეკლესია, უნგრეთში არ დაუტოვებია, რა თქმა უნდა, ეკლესია, როგორც აღუთქვა ამაღლების შემდეგ თავის მორწმუნეებს და სწორედ ის მადლის მიერ მოქმედა, რომელიც აუცილებლად ადამიანის ხონებისათვის ეს ეკლესიას ზალმოსტვა მიანიჭა, მაგრამ რა თქმა უნდა, უფალი არსად არ წასულა. იგი თავად არის ეკლესიის თავი, ეკლესია ერთგვარად მისტიური სხეულია მისი, ასე გვაქვს ჩვენ გამარტება წინამამისაგან და ყველა ქრისტიანი არის ერთგვარად როგორც სხეული წარმოდა თითო ასოთაგან ეკლესიის აი ამ ერთი სხეულის წევრი. რატომ არის ეს საჭირო პირველი რატომ დაარსა ღმერთმა? იმიტომ რომ ადამიანის ცხონება ეს გვაქვს დოგმატურის ჩვენს სწავლება, რომ ადამიანის ცხონება შეუძლებელია მადლის გარეშე. მადლი კიდევ ადამიანს მიეცემა ხოლმე ღვთის საიდუმლოებში მონაწილეობით, რომელიც სწორედ ეკლესიაში აღესრულება. თორე ღმერთი, როგორც მოვახსენეთ, ეკლესიაში უახლავად ყოფობს, ყოველთვის მისი სახლია, იგივე საიდუმლოები, რომელიც აღესრულება მღვდელმოქმედებას გულისხმობს სასულიერო პირების მიერ, აქ ღმერთი აღასრულებს, უფალი გვაძლევს ჩვენ, უფალი ისმის ჩვენს აღსარებას, უფალი გვაძლევს შენდობასაც, ამას მოც სასულიერო პირი კიბოთ აღასრულებს, გამტარია ამ საღვთო მადლისა. და უფალი გვაკურთხებს იქ მოსულებს, ამიტომაც მამები გვაუბნებიან და გვასწავლიან, ჩვენ მოძღრავენ, რომ ეკლესიის სიხარით უნდა მიხვიდეთ, რადგან იქ უფალი მასპინძელია, ღვთის სახლია ის და ყველა წირველოცასო დამისკენ მოწოდება და საიდუმლო მოგეხსენეთ ეკლესიაში იწყება არის 7 საიდუმლო თვითონ ღვთისგან დაარსებულია, აქვე გადახვებას გავაკეთებ, რომ ღრმად გვესმოდეს ჩვენ ეკლესიის მნიშვნელობა, რადგან თვითონ ეკლესიაც მისი ვიზუალური ფორმა, ესე ვთქვათ, ხუროთ მოძრული წესიც, იქ აღსრულებული საიდუმლოებები, თითოეული კანონიკური ლიტურგიული წესი, ყველაფერი ეს ღვთისგან დადგენილია და ზეგარდამო მოცემული არავის არც მოუგონია და არც არავის არ დასიზმრებია, ხო? ამიტომაც არის ეს მადლი და ამიტომაც არის საცხონებელი და თვითონ ღმერთი მოხდეს ეკლესიაში ამის ყველაზე ნათელი გამოვლენა თვითონ წირვალოცვა. სიტყვას გვეუბნოთ, უფალი ისევ შეიწირვის, თვითონ დაიკლის, თვითონ არის ამ შემთხვევაში წირვაზე შემწირველი შეწირულის და მიმღებელიც ამ საღვთო მსხვერპლისა. ამის ასაჩინო ვიტყვით და ძალიან ადვილად გასაგებად მის ესწრება წირველოცებს, რომ როცა სასულიერო პირი პირველ პირში ბრძანის ფაქტად, როგორც იესო ქრისტე ბრძანა, იგივე საღვთო ზიარების დაწესების დროს საიდუმლო სერობაზე მიიღეთ და სჭამე და არ ამბობს თუ თქვა და ესე თქვა უფალმა და რაღაც არ გვიყვება. თვითონ უფალი უშუალოდ აღასრულებს აი ამ ლიტურგიას შეიძლება და ამიტომაც არის ეს უდიდესი ძალის მომცემი და ამის გარეშე ცხონება შეუძლებელია. მაგრამ თქვენ ნებართვით მე ყურადღებას გავამახვილებ ეკლესიის კიდევ უმთავრეს სამ ფუნქციაზე, ესეც სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარეობს, კერძოდ ამაღლება ვიმიძიე, ჩვენს დოფენმამდე 10 დღით ადრე მოგიხსენება და უწოუფალი მაღდებოდა ზეცად, აი მისი სიტყვები ესეთია, შეგახსენებთ ხო, რომელიც რომელსაც უბარებს ის თავის მოციქულებს, ეს არის ეკლესიის წინასახი. პირველი სამღვდელოება, ხო? წარვე და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართნი და ნათესებით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინსა და ასწავეთ მათ დამარხვათ ყოველი რაოდენი გამცემ თქვენ. აი ეს არის როგორც წინამამები გამგვიმარტავენ სამი უმთავრესი სახე ეკლესიის მოღვაწვის და მისიისა. კერძოდ ქადაგება, მსახურება და სწავლება. და ეს ამას ჭეშმარიტ ეკლესია აღასრულებს აგორკო 21 საუკუნეა. ქადაგება როგორი ქადაგება? ეს ამბიონა ქადაგებას როდი გულისხმობ, ან მოძღვრის ქადაგებას იქნება მრევლთან. ეს არის უფლის სიტყვის ქადაგება, ანუ გავრცობა. სადაც ქრისტემა მისიონერული სარწმუნოება მოგეხსენება და რასაც ჩვენი ტელევიზიაც აკეთებს. რა თქმა უნდა, დიახ, მაგის თქოს მინდოდა, ეს მარტო არ ევალება სასულიერო პირებს, არც მოციქულების ეს ამ დროს ამ სახის იყო ეს გრძელდება დღევანდელ ესე იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. დღეს უკვე 21 საუკუნეში თანამედროვე ეპოქაში ვართ და ამის საშუალები უფრო მძლავრია, რა თქმა უნდა, ვიდრე ღმერთმა შემიდოს, მაგრამ უფრო ერთი მოციქულის ნაკადაგებელი ამდენი დრო ჭირდებოდა, თქვათ, ერთი ტორიტორი და მეორე ტორიტაზე გადასვლას და ეხლა იმ ხელას ბედნიერება ტელევიზია, რადიო, რომელიც მადლობა ღმერთს ფუნქციონირებს ჩვენს
კურთხეულ სამშობლოშიც ბეჭდვითი ორგანოები ეს ყველაფერი ქადაგება სწორედ ეს არის უფლის კურთხევის შესრულება ეს უფლის სიტყვები არ გაგავიწყდეთ არ უნდა გაგავიწყდეს ეს ღმერთმა იესო ქრისტეს ძაან ეს არის ანდერძად დატოვა თავის ეკლესიას თავის მორწმუნეს მოწაფეს რომელიც იმ დროს მოციქულები იყვნენ მაგრამ ჩვენ მოციქულთა ნაკურთხის სამღვდელოება ვარ და თქვენს მორწმუნეები ხო ბრძანდებით რომ ჩვენ ვართ იგივე ჩვენს გვეხება ეს და ეს ამას ახსოვება ჭირდება და ეს არის უფლის თავარ მიზანდასახულობა თავის ეკლესიის მიცემული დავალება რომ უნდა იქადაგოს მისი რწმენა სოფლიოსა ზედა და ამას ეკლესია აღასრულებს რა თქმა უნდა დღესაც დაუღალავად ეკლესიას მარტო არ გულისხმობ კიდევ ძახ სამღვდელოებას არამედ ყველა ეკლესიის წევრს და ვერთო დაალოცოს თქვენი ტელევიზიაც ამ საქმეს ემსახურება უკვე ამდენი წელიწადია ასევე მეორე ნახეთ ნათლის ცემდით მათ სახელით და მამისა და დაძისა და დასულისა წმინდა ეს არის ნათლობის რა თქმა უნდა მოწოდება იმას განიშნავს მარტო ნათლობა დაავალა ღმერთმა ეკლესიას არამედ ყველა საიდუმლო მაგრამ ყველა საიდუმლოება იწყება ნათლისღებით ეს არის ერთგვარ ეკლესიის წელი კარი დიახ და ნათლისღება თუ არა აკადემია ჩატარებულა თუ არ შობილა სულიერად მაშინ მასე ვერ შესაძლოა ვერ ზეთის ხება შესაძლოა ვერ სახსარება ზიარება რა თქმა უნდა ეს პრინციპულად შეუძლებელია ანუ ეკლესიის სახურება ეს არის როგორც დღეს უკვე ამან მიიღო ჩამოყალიბებული სახე დღეს არა რამდენი ხანი დღეს გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული სახე ეკლესიაში იგივე მსახურები და წესის ღვთის კურთხევითა და ძალით არის ხო წირვა-ლოცვა ახსენეთ ახსარება ზიარება აღესრულება დაუსრულებლად ასე იქნება ვიდრე მეორე მოსვლამდე და უმრექ ზეთისხება ღვთისმოქმედება იქნება ეს პანაშვიდი იქნება ეს ქორწინება და ყველაფერს ეკლესია აი ღვთის მადლით რა თქმა უნდა აღასრულებს და მესამე სწავლება აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესიის მოვალეობა სწავლება და უფრო აბზანი ასწავლეთ და დამორხოთ ყოველი რაოდენი გამცე თქვენ არ აქვს ცემებზია საუბარი ნახეთ უფალი კი არა ამბზანებს რომ ასწავლეთ მათ თქვათ რაც შეიმეცეთ რაც მოახერხეთ ყოველი რაოდენი გამცე თქვენ ანუ ყველა მცნებაზე აქვს საუბარი და ეკლესიის მოვალეობა ესეც რომ მორწმუნეებს გადასცეს აი ეს ცოდნა სარწმუნოებისა მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლობა ეს ის რელიგია რომელიც ასე ნიშნავს რაც ვიცი ის მწამს ეს არ არის რელიგია რომ მარტო მამაოებმა უნდა იცოდნენ და მარტო ერთი-ორ ადამიანმა შენც ვალდებული ხარო ქრისტიანობა იმიტომ დაგვიტოვა ამდენ საუკუნოვარი უდიდესი მემკვიდრეობა ჩვენ სასულიერო ეკლესიაში რომ უნდა შეიმეცნო ჩვენ მცნებას როგორ აღასრულებთ თუ არ იცი რა არის მცნება თუ რა დაგვიბარა ქრისტემ ყველაფერი სახარებაში გადმოცემული მაგრამ იმის გარდა გვაქვს ჩვენ მამათა ნაწერები სულიერ მემკვიდრეობად ხსოვს და ჩვენ შევიმეცეთ ბევრს სარწმუნოების შესახებ ღმერთთან მიახლების წესების შესახებ რომ ისევე ჩვენი სულის საცხონებელად და ეს თუ ძალიან რთული მისია და არ არის ადვილი არც ედროში არ ყოფილა ადვილი არც დღეს არის ადვილი იგივე აი თქვენ ტელევიზია იმიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან მაგრამ დღეს ამ შემთხვევაში იგივე რადიო რაღაც ერთგვარად ვადარებ ხომ აი ბობოქა რაღაც ოკეანის ტალღებსა და უდიდესი ლაინერები დაცურავენ და საკმაოდ ეკონომიკურად ძლიერები აღჭურვილნი და რაღაც პატარა ნავებით შეიძლება არის საბადრეკოს ტელევიზია მაგრამ თავის საქმეს აღასრულებს და ძალიან რთულია ეს რომ გაუძლო იგივე კონკურენცია იქნება თუ იგივე აყვე მათ აი თუნდაც მასშტაბებში მაგრამ უფალმა ესო ვიცის დღევანდელ დღეს და ყველას აღუთქვა რომ მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე ყოვლისა სოფლის და ღმერთი ამ ყველაფერში გვეწევა და მისი ძალით მისი მადით მისი კურთ აღესრულება ყოველივე და ამიტომაც გამოდის ეს ყველაფერი აღავთ ჩვენი ძალით არაფერი არ შეგვიძლია მიხსენ მამაირაკლი ეკლესია ვიცით რომ თავის მისიას ის რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ აღასრულებს სრულიად უსასყიდლოდ ანუ მოძღვრები ვთქვათ სასულიერო პირები ამ ყველაფერს აღასრულებენ უსასყიდლოდ და ჩვენ ვიცით რომ წერია რომ უსასყიდლოდ მიგიღებიას და უსასყიდლოდ გასცემდე მაგრამ ამავდროულად მინდა გკითხოთ რომ აი მრევლის მიმართება ვთქვათ აი ამ კუთხით როგორი უნდა იყოს ჩვენ ვიცით რომ ეკლესია არის იესო ქრისტეს მისტიური სხეული ანუ ვთქვათ იქ მოქმედებს სულიწმინდის მადლი და უფლის მიერ დადგენილი საიდუმლოებები აღსრულდება აქვე ვიცით რომ მუშაკი ღირსია სასყიდლისა რაღაცნაირად მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ ვინაიდან ჩვენ საუბრობთ ეკლესიის მისიაზე რომელსაც ის აღასრულებს სრულიად უსასყიდლოდ და ყველა ადამიანისთვის ყველასთვის ვისაც აქვს ამის სურვილი რომ მიიღოს ეს ვთქვათ ეკლესიისგან რასაც ეკლესია ქადაგებს. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ ცოტა ისეთი ხერხული თემა კი არ არის. საპასუხო არის ხო, როცა ეს ხდება პირად საუბრებში. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე რომ თუ ახლა ადამიანი ძალიან კარგად არ იცნობს ეკლესიას, იგივე თქვათ მე ძალიან ძნელია საუბარი ამ თემაზე, რომ მაინც ვთქილობ რომ არ გაიგოს თითქოს მე რაღაც საკუთარ სარგებლის გამო, საკუთარი რაღაცა სიკეთის გამო ხوار ვასწავლე ამას. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ ახლა აი ობიექტურად თავსად გულწრფელად რომ როგორც სასულიერო პირი რა თქმა უნდა ვალდებულია რომ არ მოითხოვოს გასამრჯელოდ თავისი ღვთისმსახურების გაწეული სამუშაო, რომელიც ძალიან საკმაოდ ხანდახან მძიმეა, რთულია.
იგივე წესების აღსრულება, ჩვენ ბუნებრივი ადამიანის უძლების გამო იქნება თუ გადაღილობის თუ სირთულების გამო, ასევე მრევლი ვალდებულია, რომ მოძღვარს არ გაუხადოს საქმე ისე რომ მას არ დაჭირდეს მოთხოვნა და არასოდეს არ გააკეთებს ამას ჭეშმარიტი მოძღვარი. თუ ღირსია სასყიდლის მუშაკისა, სასყიდლის მიღებისა მუშაკი, რა თქმა უნდა, ეს ეხება სწორედ მორწმუნეებს. როცა მოძღვარს აქვს ეს პასუხისმგებლობა, მოძღვარი ვალდებულია რომ მოგემსახუროს, მიუხედავად თავისი დაღლილობისა, თავისი გადავიდე თუ რეჟიმისა, ხშირ შემთხვევაში საკუთარ ოჯახს პირად საქმეს უარის თქმისა რომ მოგემსახუროს ეკლესიის წევრს, ეს ვალდებულება ამის რა თქმა უნდა და ყველა ჭეშმარიტ მოძღვარი მას აკეთებს. ასე ვალდებულება აქვს მრევლსაც მოძღვრის მიმართ, რა თქმა უნდა, სასოფირის მიმართ. უფრო დიდი ვიდრე ეს გარკვეული მადლიერება შესაძირის სახით, მაგრამ უფრო დიდი. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ აღმდებლებაზე, რომ ეს რატო ქნა, ეს რო არ ქნა და არ ვსაუბრობთ ხოლმე მრევლის პასუხისმგებლობაზე. აი წარმოიდგინეთ, როცა სასულპირი ვალდებულია მხოლოდ ღვთისმსახურებით ცხოვრობს ჭეშმარიტი, მას რატომ არის ჯულისკენ მას აკრძალული აქვს სხვადასხვა საქმიანობა, იმიტომ რომ მთელი თავისი რესურსი, გონებრივი, სულიერი თუ ის უნდა დაურთმოს მრევლის სულიერ აღზრდას და მზრუნველობას. ხომასია, ის ფიზიკურად ვერც უნდა იცოდეს ხვისთვის და ესე ადვილი როდია, იმიტომ რომ ოჯახები ყავს სასულპირებს და ღვთისმსახურების დროს ჩვენ რა თქმა უნდა, როცა გვწირავენ მადლიერებით ჩვენც ვიღებ უფლება არ გაქვს ადამიანს არ შეუწირო, იმიტომ რომ ხონა შეეწიროს, მოთხოვნა არ შეიძლება, უარის თქმაც არ შეიძლება, მაგრამ ეს მრევლის წვენაზეა დამოკიდებული, მრევლის საშუალებაზე რა თქმა უნდა და მრევლის სურვილს. აქ ყოლა დაუშვებელია რამე ტარიფის დადგენა, მოთხოვნა ღერთმა ყოლა დაიფაროს, ღერთმა ყოლა დაიფაროს, მაგრამ ეს მრევლის წვენა მომდინარეობდა. ჩვენ თუ დავიხეს წვენას, ადამიანს ამას ვერ ეუბნე, რატო შესავალი გავაკეთო, რა შე რომ ამ დროს წვენაზე დავუწყო ლაპარაკი, შეგინათ ვარა უნდა შეწირო, ეს ძალიან ცუდ უკვე შედეგს იძლევა, მაგრამ შენ თუ წვენაში გათვითცნობილი ხარ და უნდა იყო ბიბლიიდან მოგიხსენება, რომ ღმერთს როგორი მსხვერპლი შეწირვა, როცა კაინმა და აბელმა შებედეს და შეკადრეს და მიუძღვანეს, რომელიც ზღვენი შეიწირა ღმერთმა, საუკეთესო გულით მიზღვნი, რომელიც აბელისგან იყო გული და არა კაინისგან, ხოდ მოვალეს მოხდის მიზით შეწირული. და ამას ვიცით რა მოყვა შემდეგ და ამას ჩვენ უგულებას ყოფით ხოლმე. თუ ეკლესიისთვის იგივე ეკლესია ღმერთის სხეულია, მისტერი როგორც მოგახსენე მისტერის სხეული და ორგანო, ღმერთი მოქმედებს. ჩვენი შესაძლოა უნდა იყოს ეკლესიის, უნდა ვცდილოთ საუკეთესო. იქნება ჩვენი ხელფასიდან თუ მოსავალიდან თუ რა სახითაც გინდა კონსი შემოსავალი საუკეთესო ნაწილს უნდა ვწირავდე და არა იმას, რომ რაც მოგეჭარბება, ან თუნდაც მარტო მსახურებ, თორემ მსახურების გამო რეალურად მოძღვარო გემსახურება ხო შენ პანაშვიდია თუ პარაკლისია თუ ეს შენ სარგებელს ემსახურება, შენ სულიერს მადლის მიღებას, შენ მიცვალებულების ხოვნებას, ამ შემთხვევაში შენ საუბარმა. ამის გარდა და ეკლესიას ჭირდება ხომ ზრუნველობა და ითიც უნდა იარსებოს ეკლესიას უამრავი და ფუნქციაც გააჩნია დახმარებისა, გაცემისა და ეს ყველაფერი მრევლის პირადი პასუხისმგებლობაა. ეს უნდა იყოს ალბათ გულწრფელად გაღებული, რომ მათაც მადლი მიიღონ. და როცა მოწყალების მადლი ხელა დიდია, რომ ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, რომ მოწყალებაო დგასო ჯოჯოხეთის კარიბჭეს და არ უტევს იქ ვინმე ჩავარდესო თუ მოწყალ გაცემული აქვს და ეს ადამიანის გაცემა რა უნდა დიდია, როცა ადამიანი ღმერთს წირავს და ღმერთის მსახურს ეკლესიის მსახურს წირავს, იმიტომ რომ ეს მისთვის უდიდესი მადლი იქნება. უბრალოდ ბრძანა რომ თითოეული გრილი წყაცო დაალევინო თუ სახელად მოწაფეობისა ჩემის არა დაგეკარგოთ სასყიდელი თქვენიო. მერტი პირდება აი გრილი წყის დაალევის გამო სასყიდეს ვიცმას ეკლესიის სახურს მაგალითად დაალევინოს და არა თუ ეხლა როცა ვინმე იზრუნოს მასზე და ეს არ არის რთული საქმე. თორე ეკლესიას სამრევლოები ყავს, რიცხობრივად სტატისტიკურად მოძღვარი 1-ია, შეიძლება ტაძარში 2-3 მრევლი არის, 20, 30, 100, 200, განა შეიძლება სალაპარაკო იყოს ეკლესიის პრობლემა უნდა კონდეს ან არსებობის ან ფინანსური ან გნებად რამე მატერიალური, როცა ამდენი შვილები ყავს, როცა სწორი და გამართული სარწმუნოებით მოქმედებს მღვდელისა და მრევლის, ეს ყველაფერი ღვთისკურთხევით მოწესრიგებულია და ღვთისათნო წარიმართება და ეს ვალდებული როგორც მრევლისა, ისევე რა თქმა უნდა სასულიერო პირის. მამა ირაკლი, აი ეს საკითხები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და განმარტავთ, რა არის ეკლესიის სულიერი მისია. აი წინა საუკუნეებიდან მოყოლებული დღევანდელი დღის ჩათვლით, რამდენად სწორად გვესმის ადამიანებს და გვაქვს თუ არა უფლება საკუთარ თავს მორწმუნეები ვუწოდოთ იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცით სინამდვილეში რა არის ეკლესიის სულიერი მისია, მისი შინაარსი, მისი არსებობის თავარი აზრი და მნიშვნელობა. დიახ, აი გეთანხმებით ამას არ გვესმის ჩვენ სწორად კიდევ და სწორად კი არა შენდობას ვითხოვნა ძალიან შემთხვევაში საერთოდ არ გვესმის ეკლესიის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ რო გვესმოდეს ეკლესია რამხელა ბედნიერება დედამიწაზე ღმერთმა დაარსა, იმხელა ვიქნებით აი ყოველდღე სიხარულით, სავსეებით და მადლიერებით, რომ ვითო ისეთ ქვეყანას გაგვაჩინა ღმერთმა, ეს შემთხვევით ხო არ ხდება. საქართველოს ოდითგანვე ეკლესია მონასტრებით შემკული იყო და გაბშვენებული, გაბწყინებული თითოეულ სოფლებშიც კი რამოდენიმე ეკლესია მოქმედოდა თან, საყდრები კი არა დღეს რო საყდრად არის ნაქცევი და მარტო სანთლის დასადებად მოქმედა მრევლით იყო
მსგავსე. და სიმხელა ბედნიერება ჩვენს ეპოქაში გნებავთ რომ ამდენი ეკლესია დღეს კიდევ შენდება ღმერთ მაღაშენს ამის საჭიროება დგება, იმიტომ რომ ქართველებს ყოველთვის აქვს მოთხოვნილება სულიერი გენეტიკურად, ხო? სიმხელა ბედნიერება დღეს ეს ყველაფერი დაუბრკული დაღესტურა. ამხელა ბედნიერება რომ აღარ გიწევს შენ თქვა გასვლა, გავლა ქალაქიდან ქალაქში გარკვეული საათები, კილომეტრები რომ ღვთისმსახურებას დაესწრო. ამდენი ეკლესია ყველა ღვთისმადით, ყველა შაბათ-კვირას ტარდება წირვალოცები, ამდენი საშუალება ცხონების, ერთი ხელის გასწვენაზეა ცხონება ჩვენ ვისაუბრეთ ცოდის მიღებისა და ეს სიმხელა ჩვენთვის მადლიერება უნდა ყოს, აი არ ვიცი, ამით უნდა ხაროდე მარტო ქრისტიანი რო ხარ, ქართველი დაიბადი აქ და ხარ ამ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნის მიმდევარი. ჩვენ ამ ხალხს ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე და მოგვეცა ყველაფერი ჩვენ დაუმსახურებთ თუ ქართველებს ჩვენ აი ჩვილები ვინათლებთ ეს ეკლესიის წესია, მაგრამ ქართველებში რა თქმა უნდა ესეა. მეტიკურად ესე ვფიქრობთ რომ ეს უნდა იყოს რომ რამხელა ბედნიერება მოგეცა ჭეშმარიტი მოძღვე რომელიც მიგიყვას ნამდვილად ქრისტეზე მარადილ ცხოვრებას გაზიარებს თუ მიყვები რა თქმა უნდა. ეს ბევრისთვის როგორც სანუკვარი ოცნება, ეს ბევრს წარმოუდგენელად დიდი ბედნიერება, რომელიც სხვა ქვეყანაში დაიბადნენ ძალიან რთულად აქვს საქმე. ერთი პირჯის გადაწერას კი ძალიან ძიმეთ უჯდება და ვერ ახერხებენ ამას. ისინი ჩართული არიან თავის ცხოვრების რიტმში. ჩვენს კი ესე ვართ, მაგრამ ჩვენს გამოსაფხიზდებელია ყოველ კვირას ზარისრეკვები, იგივე აი თქვენი ტელევიზია, რადიო ამდენი სასופირი გამრავლა ჩვენ ქალაქში არ არის შეხვდებით ხო ჩვენ ყოფითად ცხოვრობთ ტრანსპორტშიც ვართ მაღაზიაში გარკვეულ დანიშნულების ხო ყოფიერ ადგილებში და მიხელა ბედნიერება რომ შენ აი ეკლესიის წევრი ხარ რომელიც ნამდვილად იცი რომ ნამდვილად გაზიაროს ზეციურ მარადილ ეკლესიას ის ბედნიერება და ჩვენ რა გვეუბნა მარტო შენთვის ყველაფერი აი ედგვარად სინზე დადებლო მოგეცა ღვთისაგან ცხონება ამ ყველაფერს ფეხი აუწყო შეძლების დაგვარად რომ გაყვე ღვთისგან მინიშნებულ კურთხევლებზე ეს გზა იწყება აქვე აი ესეთ საოცარ შედარება ჩვენ წინა დიდ ღვთისმთავარს გაბრიელ ქიქოძეს რომ ძანებს აი როგორც დედა ეკლესიას ტყუილა როდი უწოდებთ და როგორც დედა ზრუნავს აი დასწრეთ ეკლესია დედის მუცესთან შედარება როგორც უნდა იშვას მუცლიდან შვილი და ყოფილი ცხოვრების ასევე უნდა იშვას ეკლესიურად ადამიანის სულიერ მარადილი ცხოვრების ზოგადად ადამიანს სამიშობა ყოველას გასავლელი აქვს ცხონებულებს გულისხმობ პირველი შობა დედის მუცესთან საიშვება ყოფილი ასევე იშვება სულიერად ეკლესიის ნათლისღებით და მესამე უკვე მარადილობაში საიშვება და ეკლესია როგორც აი თუ სიხარული გაქვს ბედნიერება ეკლესია შენთან არის რომ იქ ამ სიხაულს გაგიასმაგებს, გააკურთხებს ღმერთი რომ მასთან მოხვალ სამწუხაროდ სიხაულში ნაკლებად მოდიან ხოლმე, მაგრამ გაგიჭირდება როგორც დედა იქვია, მზად არის შენთან ახლოს არის რომ შეთვის ილოცოს სუნეული გახდები, ჯვარი გეწეროთ ხო? ეკლესია შემთხვევით ზეცხებს, პარაკლის აგინოს ცოდომა დაგამძიმა, გაგიჭირდა, მზად ეკლესია მახსარება მიიღოს, ცოდების შენდობა და განაცდომა განიჭოს. მაგალითად აი მეტი რაღა გვინა სახასიათო თვითონ უფალმა ბძანა რომ მოდი ჩემთან ყოველი მაშვრალი და ტვირთ მძიმენი და მე განგისვენო თქვა დამაშვალი რო იყო და ტვირთ მძიმე დამაშვალით ამ ცხოვრებისეული ყოფით ამ დაღლილდება დაქანცული დამაშვალი მასის აღარებს თავი აღარ გაქვს ან ტვირთ მძიმე მოძე წოდებიც რო იყოს შენი და ვეღარ ზიდა ვიცი ხარ ამ დროსაც ქრისტე კი არ გიბრაზდება ეკლესია კი არ ხეს კი არ კრავს გელოდება და მე განგისვენო კვირდება და აღასრულებს კიდევაც ყველა ჯვარი წერია უკიდურესი არის გარდაიცვლები დედა როგორც გვერდზე იქვია ეკლესია მოგემსახურება პანაშვის შენ სულს შეავედრებს ღმერთს პანაშვის გადაგიხდის წესის აგებს დოცებს ღმერთს კიდევ ერთხელ შეავედრებს შენ სულს და ერთგვარ საგდად გაგაყურეს მათ შენდობას მოგცეს უდემსახური რომ ეს გიშუა მდგომლოს შენი პირადი სამჯავროს დღეს და ყველაზე კიდევ უკიდურესი თუ რამეა და როცა იქნება შენ მოხსენებები შეიძლება არ დაგჭა ძალიან მალე ან დაგივიწყეს ეკლესია როცა არ დაგივიწყეს სულ გიხსენიებს ყველა წირვა ლოცვაზე კვეთის დროს იქნება კვერიაში იქნება თუ ბარძიმის დროს და ეს უდიდესი მადლია ამიტომ ეკლესიაში ადამიანს სიხარით უნდა მოდეს როცა ხვდება ამ ყველაფერს ამხელა ბედნიერება მიწაზე რომელიც ამას სოფლის სულით არის გაჟღენთილი და ბოლო საბოლოო ჯამში დანთქმა სუქადის წოდების გამო ხო სამყაროს სახსული ჯამს უფალი სანამდე იქნება მიწა იქნება და მუგეშად იქნება წმინდა ეკლესია რომელიც შენ არასოდეს გაგცემს არ დაგტოვებს და სწორედ ეს არის შენი ცხონების თავარი ადგილი და სამყოფელი. დიახ, მამა ირაკლი, მოდით ვისაუბროთ თუ რა არის ეკლესიური ცნობიერება. აი თუ გავიხსენებთ იგავს მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, ჩვენ ხედავთ რომ ფარისევლის მდგომარეობა რომელიც გარეგნულად ყველა წეს აღასრულებს, არ არის ეკლესიური მდგომარეობა და ის არ გამოდის გამართლებული, გამოდის მეზვერე, ხო? აი თქვათ თანამედროვე ქრისტიანები რამდენად სწორად ხედავთ ეკლესიური ცნობიერების არსს, რამდენად გვესმის და როდესაც თქვა წლების განმავლობაში რეულს უწოდებთ საკუთარ თავს, თუ ვითარდებით და თუ გვაქვს პროგრესი სულიერი ცხოვრების გზაზე. დიახ, ეს ძალიან რთული თემა, მძიმე თემაა და განვითარება არასოდეს ყოფილა ადვილი სულიერ ცხოვრებას ჩვენ ვიცით, ჭირდა მამათა ცხოვრება, მათი ნაღვაწი, უბრალოდ ჩვენ მარტივად გვესმის ხოლმე, იმიტომ რომ არ გვესმის სწორად. რომ მაგამ მამანი ეკლესიის ცხოვრებას დაიწყებს და რაღაც
პირველ ზიარებაზე უნდა რომ ახლა ცოტა ირონით ვიძახე რა თებს ამოწევსა გონია რომ წუთას უნდა გახდეს კეთილიც, სათნოც, მშვიდიც, ნეტარიც და რესტერ ვარ ხდება ხოლმე ან რაღაც ცივოს ესეთი გახდეს რაღაც გარეგნულად ან ფსევდოდ თუ არა ბრაზდება მე და ხეს ჩაიქნევს ხოლმე ეს ადვილი არ არის და მამების კი რომლებიც მოღვაწეობდნენ განდეგილური ღვაწლით ქალაქიდან განშორებულ უდაბნოში მრავალი 10 წლეული მრავალი ღვიძარი ღამები ლოცით ღვიძარი განაუძილობის გამო აგერ ნებებთან ბრძოლაში სათნოების მოხვეჭაში ცოდვების გამო სინანულში და მე გარდამოდინდებოდათ ხოლმე ღვთის მალეთ ღვაწლის შედეგია მაცხოვნებელი და გამაწველი ცრემლი ცოდვების გამო და ჩვენ უცბად გვინდა რომ გვიკვირს ხოლმე რომ თავიდან ადამიანი როცა არ არის გაცნობილი ეკლესიის მოვა და ხატის წინაშე სულ მეტირება ამბობს სულ გული უჩვილდება იმიტომ ის მადლი ეხება ვიდაბი მაგრამ შემდეგ რო ეს ცრემლი ნამდვილად შენგან გარდამოდის ცოდვის განცდის გამო ამას დიდი მოღვაწეობა ამას გაურბის ქრისტიანს ადამიანის თვისებაა რომ სირთულეებს გაურბივარ და ქრისტემ რა გითქვა ცხონება ჯილდო სასופოში მარადი უნეტარება მან ისიც გითხრა რომ ეს ჯვარი უნდა იყოს შემომიდგემე თვითონ რომელიც უცოდველმა ცხონე სასופველისთვის გვირგვინისთვის ჯვარი დაითმინა და გოლგოთა ახლა ჩვენ ცოდველებმა აღარ გვინდა რომ ჩვენი ცხონებისთვის ცირედი გოლგოთა და ჯვარი ვიტვირთოთ ეს რა თქმა უნდა არა სამართლიანიც არის ხო თუ ეკლესიის ცხოვრება გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება ამას უფალი არ გიმალავს და ცნობიერება აუცილებლად ცოდნა რომ სახარებაზე დაყრდნობილი მარტო სახარება საკმარისია თუ ადამიანს თუ გესმის მაგრამ ეს პრობლემა ზოგს აკითხულიც არ აქვს ქრისტიანს რას ამბობს უფალი აღიღეთ უღელი ჩემი თქვენს და ისწავეთ ჩემგან უღელი ახლა უღელი გაქვს სიმძიმეა ხო იცით ახლა ხარი და უღელი და ვისაც ეს სწორად არის ვიფიქრეს ახლა კიდე უღელი და ამ სიმძიმეს ხო მაგრამ აქაც უფალი გეუბნება რომ უღელი ჩემი ტკბილა და ტვირთი ჩემი სუბუქარ თვითონ გპირდებოდ უღლის გარეშე არ შეიძლება რომ სირთულე შენ არ იტყვა იქვია ღმერთი ტვირთია ეკლესიის ცხოვრება ტვირთია აბა რა არის რომ ყოველდღიურად სიტაც ადრე დგები სამსახურია მოსწავლე ხარ ვერ ასწრებ ძილი ყველას უყვართ რომ გვიან ვიძინოთ არასწორად ცხოვრობთ ხო მაგრამ ახლა კიდე ლოცვებისთვის დადექი ტვირთი არ არის სასიამოვნო ჩვენ სულს არ მოსწონს ცოდვა ხო ასევე ტვირთია ახლა მარხვა მოგინდება ახლა დაცხა თქვა ნაყინი გინდა ახლა მარხვაში მყოფები ტვირთია რომ უარი თქვა ამაზე ზოგს ჯვარად ექცევა ხოლმე ტვირთია ერთი კვირადღი გაქონდა და ისვენო ახლა რა ვქნა და კვირადღეს უნდა ადგე ეკლესიის წილოსოს დაესწრო ტვირთია ლოცვების აღსრულება ძიერება რო გინდა კარგია გაიგე მაგრამ ახლა ის ლოცვები გედიდება ტვირთია რომ ცოდვაზე უარი თქვა მოიკვეთო მარხვაში მაინც გარკვეული მარხვის დამგების სიტუაციები ტვირთია როგორც გააკეთო არჩევანი უზნეობა და ზნეობას შორის სიწმინდეს და უწმინდეობას შორის სიკეთესა უკეთურებას შორის სიცხდე უსიცხვილობას შორის დღეს ისე გავცელდა მეორე მხარე უსიცხვილობა და უზნეობა მაგრამ ამ ტვირთს უფალი გვეუბნება რომ სუბუქი არის როგორ არის სუბუქი თუ ტვირთო თვითონ ტვირთულო სამ ჩვენ ტვირთს და ხა რატო უნდა გაგიკვირდეს რომ ჩემი ტვირთი რო უფალმა რო იტვირთოს რატო უნდა გამეკვირდეს რატო უნდა შემბარს ეჭირო ვერ იზავს მან მთელი სამყაროს ცოდვები იტვირთა ესო შეძლო ღმერთია და ხა ჩემი ცოდვებსაც მოახერხებს მე თუნდაც მე მას უნდა მივენდო მე უნდა მივიდე იმის კაც შევეცადო ამ ტვირთს მე თუ არ ავიღე ჯერ ხეში რატო მოგიხმარება ღმერთი შენ გასაკეთებას ღმერთი არასოდეს არ აკეთებს და შენ უნდა დაიწყო მაგრამ ღმერთი იქვია და ამას გაურბიან სამწუხაროდ თანამედროვე ქრისტიანები ძალიან ცოტად რო გრჩება და ვინაიდან ჩვენ ეკლესიის სულიერ მისიაზე ვსაუბრობდით ეს იყო ჩვენი თემა საქართველოს ეკლესიის სულიერ მისიაზე რომ ვისაუბროთ და ამით შევაჯამოთ სოფლიო მართლმადიდებლობის წინაშე რაც რამდენჯერმე ჩვენ ძალიან თვალსაჩინოდ ვიხილეთ ბოლო პერიოდში თქვა თუნდაც კოვიდის დროს როდესაც სამყარო სხვა მიმართულებით მიდიოდა და ჩვენ სხვა მიმართულებით წავედით და აი ამით შევაჯამოთ დიახ რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიის მისია განუზღუდლად დიდია ახლა ისე არ გამოგვივიდეს რაღაც მაინდა-მაინც პატრიოტული ჩვენ შოვინისტური გაგებით მაგრამ რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით საქართველოს ეკლესიას ეს მისია მიენიჭა პირველივე საუკუნეებიდანვე როგორ მიენიჭა რომ ხონდა ხოლო ჩვენ კურთხეულ მიწას ერგო ღვთის განგებულებით და უდეს სიწმინდე თე მართლობის სამყაროსა უფლის კვართი რომელიც დაბრძანებულია დაფლო ჩვენ წინა მიწაში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ღვთისმშობლის წილხვედრობასთან და ამიტომ როგორც კვართია იცი თქვენ დაუნაწევრებელი შეუმს ასევე საქართველოს ეკლესია და სარწმუნო იქნება ყოველთვის დაუნაწევრებელი და იქნება რა თქმა უნდა ვიდრე მოსვლამდე რომ მიართვას ღმერთს ეს მისია სარწმუნოება შეურყვნელად დაუმახვილებლად დაცვით რომელსაც ჩვენი ეკლესია აღასრულებს აგრეთვე 21 საუკუნეა და ესე იქნება იმ დროსაც კი როცა მართლმადიდებლურ სამყაროში დაკნინდა წმენა ქრისტესი შემცირდა დევნის გამო სირთულების გამო აღარა მოიპოვებოდა სადაც ეკურთხებოდა ეპისკოპოსი გარდა კოვიდამდე კიდევ უფრო ეს თვალსაჩინო ფაქტი ესეთი ძალიან ბევრია მაგალითად გუთელი ეპისკოპოსი იოანე მცხეთაში ეკურთხა იმიტომ არ იყო მართლმადიდებლურ სამყაროში თვითონ ადგილსაც შეიძლება რომ კურთხევლო რადგან წალებლობას ქონდა და საქართველოს წალებლობა არასოდეს არ ყოფილა გამარჯვებული დაფუძნებული და აღორძინებული და არასოდეს არ იქნება და საქართველოს ივერიის ეკლესიას ეს ფუნქცია აქვს როგორც კიდევ ჩვენ ძალიან დიდი საიმედოა ბოლომდე კიდევ ამ მოუხსნელი წინასწარმეტყველება
დიდი ხელნაწერის რომ ჩვენამდე მოვიდა იუნეს ზოსიმეს გულისხმობ რომ უნდა იქადაგოს სარწმუნოება ჩვენმა ერმა ამითა ენითა ამითა ერით ამითა ქვეყნითა სოფლაზე და სარწმუნოება და ეს ძალიან დიდი მისია ამასაც ჩვენ ეკლესია აკეთებს უკვე ერთადერთი გაგდა მჯერა რომ ამას იზავს უფლის მეოდ მოსის დროსაც შეხვდება ღმერთთან მიართმევს იმ წმინდა სარწმუნოებას რომელიც ღმერთმა წმინდად განმოწჭაგობარა თავისი კურთხეული კვართის ბოძებით ძალიან დიდი მადლობა დაგლოცეთ ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საუბრობდა სტუდიაში